მოგესალმებით, წინა გაკვეთილში ვისწავლეთ სანთლების ანატომია, მაგრამ დღეს განვიხილავთ, როგორ ამოვიცნოთ ბაზრის განზრახვა კონკრეტული მიმართულებით, ტრენდი და მსგავსი რაღაცები. დღეს განვიხილავთ ასევე სამ ყველაზე ძლიერ სანთელს, რომლის დანახვაც კონკრეტულ ტრენდზე, გრაფიკზე უკვე დიდ უპირატესობას მოგცემს და ესენი არის ძლიერი სანთელი, დოჯი სანთელი და ჩაქუჩი და ამ ყველაფერს გავავლით დეტალურად და სათითაოდ. დავიწყოთ ყველაზე სასიამოვნო სანთლით, ეს არის ძლიერი აღმავალი სანთელი, მაგალითად როგორიც არის ეს, ან თუნდაც ძლიერი დაღმავალი სანთელი. მაგალითად აი ნახეთ აქ გვაქვს ძლიერი დაღმავალი სანთელი. ეს პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ამას თუ დიდი ტანი აქვს, მაგალითად ეს არის მყიდველების გაძლიერება და აი როგორც ხედავთ ძლიერი სანთელი და მყიდველები გაძლიერდნენ, როგორც ხედავთ წამოვიდა ფასი დაბლა. აი მაგალითად აქ ძლიერი სანთელი, ძლიერი ტანით და გამყიდველები გაძლიერდნენ. ძალიან მარტივად რო ახსნათ ეს და წავიდა მაღლა ტრენდი. შემდეგი ეს ძალიან მარტივია, შემდეგი ეს არის დოჯი სანთელი, მაგალითად როგორც არის ეს. აი ეს კონკრეტული სანთელი რაც რა არის. დიდი ფითილა ქვევით, აი ეს ხაზი, დიდი ფითილა ზევით და შუაში პატარა სხეული. ეს ნიშნავს, რომ მაგალითად აღმავალ ტრენდზე დოჯი სანთლის განვითარება აი ასე ნიშნავს, რომ შესუსტდა მყიდველი და როგორც აქ მოხდა. დაღმავალზე ნიშნავს შესუსტდა მყიდველი და გაძლიერდა გამყიდველი და წავიდა მაღლა და პირიქით აღმავალზე ასეთი სანთლის ფორმირება ნიშნავს, რომ მყიდველი შესუსტდა და დაბლა უნდა წამოვიდეს ფასი. აქ ამ შემთხვევაში აღმავალი გვაქვს, სწორედ ამიტომ აი აქ დაღმავლობის შემდეგ დაგვანახა, რომ ეხა უკვე შესუსტდა მყიდველი და ფასი ზევით უნდა წავიდეს. აღმავალზე პირიქით იქნებოდა, აი მაგალითად აქ აღმავალია, წამოვიდა მაღლა, მარტივად რო ხსნათ, დაგვანახა ესეთი დოჯი სანთელი და წავიდა დაბლა. შემდეგი სანთელი არის კომეტა, რომელიც არის აი ესეთი, ზევით დიდი ფითილა და ქვევით სხეული. ან პატარა სხეული. მთავარია ზევით კონდეს აი ესეთი დიდი ფითილა. აი ეს არის მაგალითად კიდევ ერთი. და ეს მიანიშნებს გამყიდველის ამ შემთხვევაში აღმავალ ტრენდის შესუსტებას. ხოლო პირიქით დაღმავალ ტრენდზე მაგალითად დაღმავალი მიმართულებით მიდის ტრენდი და მსგავსი სანთლის ფორმირება, რომელიც არის აი ეს კომეტა, სადაც დიდი ფითილა დატოვა და პატარა სხეული აქვს მაღლა, ნიშნავს, რომ უკვე გამყიდველი შესუსტდა აქ უკვე დაღმავალი ტრენდი და წავალთ აღმავალში. ეს სამი სანთელი რომ დაიმახსოვროთ და გრაფიკზე მათი პოვნა ისწავლოთ, თქვენ უკვე 50%-ით წინ ხართ სხვა დამწყებებზე და აი სწორედ ამ ნიშნების კითხვა უნდა ისწავლოთ. ასევე ახლა უკვე ტრენდი რო განვიხილოთ, ბაზარი არ მოძრაობს არასდროს შემთხვევით და ყოველთვის ეგ უნდა გვახსოვდეს, რომ ტრენდი არის ჩვენი მეგობარი. ანუ საიტყენაც მიდის ტრენდი, ჩვენ უნდა იმას გავყვეთ და ყოველთვის უნდა ვივაჭროთ მაგ მიმართულებით. ეხლა უკვე რო განვიხილოთ, მაგალითად როგორ შეიძლება დავინახოთ, რომელია აღმავალი ტრენდი და რომელია დაღმავალი ტრენდი. ლიკვიდს სამსგავს რაღაცებს ჯერ არ ახსნი, უბრალოდ ჯერ განვიხილოთ აღმავალი ტრენდი, დაღმავალი ტრენდი როგორ განსაზღვრავთ. მაგალითად აქ გვაქვს აღმავალი მიმართულებით სვლა და აქ რა ხდება? არის აღმავალი მიმართულება და გავშერდით და თანაბრად მოძრაობთ, ანუ არც მაღლა მიდის ფასი, არც ყველაზე მაღალ ჰაის არ ღვევს, არც დაბლა მოდის ფასი. ავიდა ამ დონემდე ჩამოვიდა, ავიდა ჩამოვიდა, ავიდა ისევ ჩამოვიდა და ამ ზონაში მოძრაობთ. ვერაფრით ვერ გავარღვიეთ ეს. აქ ჩვენთვის გადასტურება, რომ დაღმავალი ტრენდი დაიწყო, იქნებოდა რომ გაერღვია აი ეს ყველაზე დაბალი ლოუ, სადაც ჩამოვედით. ან თუ ამ ყველაფერს გაარღვევდა, მაშინ ჩვენ ვიფიქრებთ, რომ უკვე დაიწყო დაღმავალი ტრენდი და დაიწყებოდა დაღმავალი ტრენდი, მაგრამ არ გაარღვია. ამ შემთხვევაში აქ ხედავ, რომ გაარღვია, ხო, მაგრამ აუცილებლად გარღვევა უნდა იყოს სხეულით და ძლიერად თან. აი მაგალითად რამე მაგალითი რომ ნახოთ, თუმცა დაღმავალში არ მგონია გოლდი იყოს, ესე რომ უფრო აღმავალში ნახოთ. აი აქ მაგალითად, ან აქვე შეგვიძლია.
აქ მაგალითად მოძრაობდა თანაბრად და აი ესეთი ძლიერი სანთლით გაარღვია, როგორც არის აი აქ. ანუ სხეულით და არა ფითილით. აქ ფითილად დატოვა, სწორედ ამიტომ ვიფიქრეთ, რომ უფრო მაღლა წავიდოდა, ვიდრე დაბლა და აქ არ ქონდა ტრენდის ცვლილება. Jacob ჩარაქტერი ანუ სტრუქტურის გაგრძელება დადასტურდა აი აქ, როცა აი ესეთი ძლიერი სანთელი მოგცა, რომელმაც ეს გაარღვია, მოდი გავხაზოთ. ეს ყველაზე მაღალი ჰაი, რომელიც გქონა აი აქ, გაარღვია ძლიერად და არა სუსტად. და სწორედ არის ამ შემთხვევაში უკვე აღმავალი ტრენდი. აღმავალი ტრენდი იმ შემთხვევაში გვექნებოდა თუ ამას გაარღვევდა და წამოვიდა უკვე ქვემოთ დაიწყებდა სვლას და გვეცოდინებოდა რომ ეს არის აღმავალი ტრენდი. ამ ვიდეოსთვის სულ ეს იყო, ჩვენ უკვე ვიცით რა არის სანთლები, რა არის ტრენდი და ეს ის საწყისი არის, რაზეც ჩვენ მთელ ცოდნას შემდეგში უკვე ავაშენებთ. თუ გინდა რომ ეს ყველაფერი პრაქტიკაში კარგად ნახო და მიიღოთ ყოველდღიური ანალიზი და იმ გარემოში იყოთ, სადაც რეალური ტრეიდერები ვართ, აუცილებლად ჩვენ Telegram ჯგუფს შემოუერთდით, ღია Telegram ჯგუფს, რომლის ლინკსაც აღწერაში დავტოვებ და იქ იხილავთ ისეთ ინფორმაციას, რომელსაც YouTube-ზე ვერ ნახავთ და მათ შორის დახურულ ჯგუფში შემოსვლის ინსტრუქციის დეტალებსაც. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა, რომ არ გამოტოვოთ მესამე გაკვეთილი.